რუსებმა უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთის ქალაქ სუმიზე დრონებით მიიტანეს იერიში, დაიღუპა 4 ადამიანი. თავდასხმები განხორციელდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. უკრაინის ოფიციალური პირების ინფორმაციით, საცხოვრებელ კორპუსზე თავდასხმის დროს ერთი ბავშვი დაიღუპა, 9 პირი კი დაშავდა. იმავე ღამეს უკრაინის სასაზღვრო ქალაქ იზმაილის მერის მოადგილემ განაცხადა, რომ მათ თავს დაესხნენ დრონებით. ქალაქი რუმინეთთან ახლოს ოდესის რეგიონში მდებარეობს. ადგილობრივი მოსახლეობა შეშინებულია, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. პირველი აფეთქების ხმა რომ გავიგეთ, ახლო მდებარე თავშესაფარში ვიყავით. იქიდან არ გამოვსულვართ. 3 ძალიან ძლიერი აფეთქება იყო, კარგად ისმოდა ყველაფერი. თავშესაფარში გავიგეთ, რომ ჩვენი მეზობლების შენობას დრონი შეეჯახა. უკრაინის საჰაერო ძალებში განაცხადეს, რომ რუსეთმა ღამით უკრაინის მიმართულებით გაუშვა 91 შაჰედისა და სხვა ტიპის უპილოტო აპარატი, რომელთაგან 37 ჩამოაგდეს. ამავდროულად რუსეთში ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორმა განაცხადა, რომ ერთი ქალი და მისი 2 წლის ბავშვი საცხოვრებელ სახლზე დრონის თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მისმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ ღამით 104 უკრაინული დრონი გაანადგურა.